გესმენთ, მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონო მამუკა, აგვისტოს ომიდან 5 წელი გავიდა. შეიძლება ითქვას, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ამაში. როგორ გაიხსენებდით ამ ყველაფერს? რა შეცდომა იქნა და როგორ შეაფასებთ რა იყო ეს 5-დღიანი ომი? 5-დღიანი ომი დიდი ტრაგედია იყო, რა თქმა უნდა, როგორც ქართველი, ისე ოსი ხალხის, ისე რუსებისთვის. ვეთვლი, რომ საქართველოს დანაშაული მაგ ომში არ არის, ეგ ომი ჩვენი არჩევანი არ იყო, სამწუხაროდ თავსმოხვეული ომი არის და შეიძლება თამამად ითქვას, იმიტომ რომ მე საერთოდ არ ვთვლი, რომ ეს ქართულ-ოსური კონფლიქტია ან ქართულ-აფხაზური, იმიტომ რომ თვითონ კონფლიქტის ზონაში, ცხინვალის რეგიონში მეწუნეთ, რომ ბევრად ნაკლები ოსი ეროვნების ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს ვიდრე დანარჩენ საქართველოში. ეს თავმოხვეული ომია, თავს მოგვახვიეს, მიზეზებიც არ დააყოვნეს და განაცხადეს, რომ ეს ქართული მხარის მისწრაფების გამო ხდება ეს ყველაფერი ევროკავშირში და ევროატლანტიკურ ალიანსში რახან მიესწრაფება საქართველოს. ეს ჩვენი არჩევანია, ჩვენი სუვერენული უფლება არის და ვერანაირი თავსმოხვეული კონფლიქტები ამ გზაზე საქართველოს ვერ შეაყოლეს. მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ზუსტად მაგიტომ მიესწრაფება საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში, რომ ერთხელ სამუდამოდ დაცული იყოს ტერიტორიული მთლიანობა და ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი. და აღარ იყოს ყოველ შაბათ-კვირა თავდასხმა სუვერენიტეტზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე. წამოვიდა საკმაოდ დიდი რეპრესია იმას შემდეგ, რაც განაცხადებთ, რომ იწყებით კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას. ფაქტიურად გამოვიდა, რომ თქვენ დაიწყეთ, ანუ დაგდალათ საუბარი. ამასთან დაკავშირებით ერთხელ განაცხადეთ, რომ ემოციური განცხადება იყო და არ იყო ვთქვათ უმაღლესი პოლიტიკური პირების და სამხედრო პირების გადაწყვეტილება და შესაბამისობაში არ იყო ეს განცხადება. ეხლა რა შეიძლება? იგივე შემიძლია გავიმეორო, იმპულსური იყო განცხადება, თვითონ განცხადების დროს მე არავისთვის მიკროფონი არ წამეთვევია, შეეძლოთ ეს განცხადება გაეკეთებინათ და განცხადებამდე კიდე იყო ზომები სახელმწიფოში მისაღები, თქვათ ისეთი როგორიც არის, განსაკუთრებული სხდომა პარლამენტის უნდა მოწვეული იყო ალბათ, ხო? განსაკუთრებული მდგომარეობა შემოღებული იყო ქვეყანაში. მე ვთვლი, რომ იმ წუთისთვის მისაღები იყო. და მიუღებელი გახდა უკვე როცა გაჟღერდა მეორე მესამე დღეს, რომ ქართულმა არმიამ დახოცა 2000 მშვიდობიანი მოსახლე. აი მაგ მომენტისთვის უკვე მისაღები იყო რაღაც გარკვეული ჯგუფისთვის, ხელისუფლებაში მყოფი ჯგუფისთვის, რომლებიც რაღაც გარკვეულ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ, რომ გადაბრალებოდა თუნდაც სუბუქი, მაგრამ კანტუზიის ქვეშ ყოფი გენერალს დაბრალებოდა ადამიანს, რომელიც კონტროლიდან არის გამოსული და მე კონტროლი ჩემ თავზე არ დამეკარგია და არც ქვედანაყოფებზე ბოლო წუთამდე. და დღეს აღმოჩნდა, რომ არც ისეთი ბრიყული ყოფილა, ხო ეს განცხადება, გააჟღერა პრეზიდენტმა ქალბატონ ნინო შულაძის გადაცემაში, რომ მიუღებელი არაფერი არ იყო. სწორი მithქვია მე ყველაფერი. ალბათ ძიება გამოავლენს თუნდაც მაგ ფაქტს, რომ ბრიყული იყო განცხადება თუ მართებული იყო. იქ სადაც პლატფორმირებას აქვს კონტროლი დაწესებული თუნდაც დროებით. ისტორიის ეპიზოდში 7 წლიანი გატაცებული ხელისუფლება სეპარატისტების მხრიდან მართლა პატარა მონაკვეთი არის, იქ საჭიროა იურისდიქციის აღდგენა. იურისდიქციის აღდგენა არის ზუსტად კონსტიტუციური წესრიგის დამყარება. დღესაც შეიძლება განვითარდეს ვითარება ისე და დარეგულირდეს და მე წამს მაგისი რომ დინჯი პოლიტიკი დარეგულირდება ეს კონფლიქტი და გამოჩნდება იქ ქართული პოლიციაც და დაწვრილი ეკიპაჟების და მე რა დაერქნება ეს კონსტიტუციის წესრიგი არ იქნება აღდგენილი. თუ ვიტყვით რომ ნარჩი მოვიკეთ რუსებთან ეს ტერიტორია. სწორი განცხადება იყო. ეტაპები გავლილი ჰქონდათ, მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარებული ჰქონდათ, სწავლება ჩაატარეს. არ დაშალეს ქვედანაყოფები, დისლოკაციის ადგილებს არ დაუბრუნეს. კერძოდ 58 არმია ამოწიეს საქართველოს საზღვართან. მოწინავე რაზმები შემოყვანილი ყავდათ. ჟურნალისტები შემოიყვანეს 1 აგვისტოს ომის გასაშუქებლად. ეს ყველაფერი ცალსახად მიანიშნებს იმას, რომ ქართული სახელმწიფო სწორი პოლიტიკას ატარებდა გარკვეულ ეტაპზე. ყველაფერი სწორი არ იყო და იყო შეცდომები დაშვებული.
მაგრამ იქ ადგილობრივ სეპარატისტულ მთავრობას ეცლებოდა ხელისუფლება. იყო პატარა ფაქტორები, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა კონფლიქტზე. Კერძოდ მე ვისაუბრეთ და გავიმეორებ კიდე იყო ადმინისტრაცია სანაკოევის ბატონ დიმასის შექმნილი, სადაც თათვინი მიდიოდა ოსურ ენაზე. ოღონდ უწევდა რუსულად თათვინის ჩატარება, იმიტომ რომ 10 თავრობის წევრი და 8 რუსი ყავდა. ეს მოსახლეობას წინდა. თანხებთან დაკავშირებით იცით როგორ იყო მიტაცებული თანხები და რა გააკეთეს საერთოდ. ინფრასტრუქტურული პროექტები განავითარეს შიგ-ცხინვალში სეპარატისტებმა მომდე, ეგეც იცით, რომ იქ ერთი სკოლა ააშენეს რაღაც სპორტული. შესასვლელში ჰქონდათ ფანჯარა მარტო გაკეთებული მეტალო-პლასტიკის მასალით და კომისიის წევრები ევროკავშირის პროექტი იყო, ისინი იყვნენ დონორები, მივიდნენ. ჩოჩემა მიიყვანა სანახაო და ანახეს და უთხრეს რომ ეს არის ევრორემონტია. ეკო კოლოსალური თანხები ჩამოწვა, დღესაც დაძდებენ მაგ ფულებს. ამას ჭირდებოდა. ძალიან ძნელი არის ახლა მან დროს რაღაც ორპირობა და რაღაც დიპლომატიური ინსინუაციები, როცა შენ თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ ხას უსვავ თავაზო შვიდობას, რომ იმათ მე ომით ისაქნა აიძულო რამე. თან ეს მთის ხალხია, პატივსაცემი ხალხი არის, ძალიან ერთგული ხალხია და ძალიან ისეთი გულჩათრობილები არიან, ისევ და ისევ რუსების ქმედებებიდან გამომდინარე. დღეს არ ვიცი როგორ გამთავრდება, ეხლა მე არ მგონია რაღაც ბროწკივაშვილით და წიწიბურათი და ფრინჯით მოუბრუნოთ ეგენი. 350 ბავშვი დაეხოცათ პრესნაში ნახეთ და მაშინ არ გაეხილა თვალები და ეხლა როგორ მოხდება უბრალოდ თვითონ რუსებისთვისაც რო გასაგები იყოს რომ თქვენს ნებართვით ვიხმარა სიტყვით დინა და მასლა ვაგონპადლივად მოჩაერებია ნუ გაამწვევენ ნეიტრალური მხარე იმისი არის რომ იყოს ნეიტრალური და რო აღმოჩნდება 17 წლის თავზე რომ ეს მეკერძებული მხარეა და კონფლიქტში მონაწილე მხარე არის ღებულობ ესეთ შედეგს არ ვიცოდით დასვათ კითხავს ალბათ ვიცოდით ჩვენ ყველა ქართველებმა ვიცოდით ეს ყველაფერი ვეუბნებოდით დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს მაგრამ იყო პასუხი რომ და კონფლიქტით რუსები არიან დაგაებულები და ეგენი არ რეგულირებენ დარეგულირების ნაბიჯები გამოჩნდა 2005 წელს ტექნიკა ჩამოატარეს ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობის დღეს 20 სექტემბერს ტანკები ცხინვალში კექვის აგუშავო გაიარა ტანკებმა არ გაუვლია ასლამარაშენი არ გაუვლია ჩამოვიდა ზარიზიდან ზარიზაზე იყო საგუშაგო არ იყო რა იყო ზარიზა იყო საისოცხლო გზა ცხინვალში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის საისოცხლო გზა იყო ქართული ხეობისთვის საისოცხლო გზა იყო ეგრეთ წოდებული წვერიახოს სიმაღლე პაუქს რასაც ეძახდნენ იყო საგუშაგო ორი საგუშაგო იყო იქიდან ჩამოქონდათ საწოფსაპოხი მასალები ჩამოქონდათ ყია წამალი ჩამოქონდათ იარაღს აძლევდნენ აიარაღებდნენ შეიძლება დაცილება სწავლებამდე სანამ ეს კავკასი 2008 დაიწყებოდა და როცა დაიწყო უკვე იქ ყოველდღე ეს ჯოხები ტყდებოდა კალიბრი გაიზარდა სროლის ეგეთი იყო ეგრეთ წოდებული მშვიდობა თქვენ აღნიშნეთ რომ ქართული მხარის მხრიდან იყო შეცდომები 5 წლის შემდეგ რას მიიჩნევთ მთავარ შეცდომად ომის დროს რაც უნასაზიანო ყოფილიყო მე ვთვლი ეს ეგრეთ წოდებული ეხა შემოკლებით ვილაპარაკებ რომ გასაგები ხდება იმისთვის ვისთვის არის მიმართული ეს კონფერენცია და თქვენის მეშვეობით დავიყვანი ადამიანებამდე ვისაც რაღაცა ილუზიები აქვს იყო ესეთი ფორმატი SKK-ს ეძახდნენ ეს იყო ქართული მხარისთვის ძალიან საზიანო ფორმატი მაგრამ ერთ-ერთი საერთო მნიშვნელობის იყო ეს იყო ფორმატი რომელიც სვავდა უზენაეს საბუთს კონფლიქტის ზონაში გამოქონდა მონიტორინგის დასკვნის სახით და ეს ეგზავნებოდა თანათავმჯდომარეებს თანათავმჯდომარეები რეაგირებას ახდენდნენ და აგზავნიდნენ ცენტრალურ ოფისებში უგზავნიდნენ პოლიტიკოსებს სახელმწიფო მეთაურებს გადადიოდა ყველაფერი ბრიუსელში რეაგირებები ხდებოდა ყველაფერზე ეს ფორმატი შესუსტდა ეს მე მიმაჩნია რომ შეცდომა იყო ქართული მხრიდან ეს ზუსტად ეგრეთ წოდებული პლანკის დაგდება
იქ თანათავმჯდომარეები ბევრ საკითხს წვიდავდნენ, იყვნენ იქ კონფლიქტის ზონაში მოწვეული და იმ დროისთვის სახელმწიფო მინისტრად იყო მაშინ ცნობილი ბატონი გოგა ჩამოდიოდა, რჩებოდა იქ ჩემთან ერთად ცხინვალში რამე საათი და ბატონი მერაბი ანთაძე კი ბატონო იყო ჩამობრძანებული. შემდგომში გამithარდა ისე რომ ჩათვალეს ეს არ არის საჭირო. ეს პოლიტიკური კომპონენტიც უკვე გადმოვიდა ჩემზე. რაც შეეხება თვითონ ფორმატში ჩვენ მონაწილეობა, ჩვენ სარდალი კონფლიქტის ზონაში არ ყოლია. ქართულ და ოსურ მხარეს ყავდა უფროსი დამკვირვებლები, ეგრეთ წოდებული სტარში ვოინსკი ნაჩალნიკი. სარდალი იყო ერთი ყულახმეტოვი რუსეთის მხრიდან. არც იმ ფაქტორს გაესვა ხაზი, რომ თაყაიძე და ტრაპაიძე ჩვენი კაპრალები თვათსული დაიღუპნენ 6 რიცხვში სამშვიდობოები და მათი სარდალიც იყო ყულახმეტოვი. ეს რატომღაც ისე არ აისახა როგორც საჭირო იყო თუნდაც ქალბატონ ნატალეონის დასკვნაში და არის უამრავი ფაქტები და უამრავი დასკვნები იგივე იმ კონფლიქტის ზონიდან თუ მიმჯერებთ და ჩვენ უნდა ვიმჯეროთ ზუსტად დაგამისის და მოსკოვის ხელშეკრულებებიდან, იმიტომ მათი არჩევანი იყო ჩვენ ხო არ აგვირჩევია ერთ ფორმატი, მათ შეესაბამეს საქართველოს და საქართველოს იყო ფაქტიურად მასპინძელი ქვეყანა სამშვიდობოების. იქ სასახაც ჩანს 82 მმ-ის მაღლა შეიძლება იარაღის გამოყენება. არ უნდა მოქმედებდეს ბანდფორმირებები კონფლიქტის ზონაში და ქართულმა მხარემ 2004 წლამდე გადაწყვიტა ბანდფორმირებების საკითხი. ეს ხელს მაძლევდა თვითონ მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ფაქტი ვერ მოყავდათ ჩემთვის, იმიტომ რომ შენებლობები რაც ხეობაში იყო ითხოვდა მუშახელის დაქირავებას, ბევრი კალატოზად იყო მოწყობილი, ზოგი შენებლობაზე მუშაობდა ძალიან ბევრი ადამიანი და ვინც უფრო კონტრაბანდასთან იყო დაკავშირებული, იყო დაკავებული. ამიტომ ვეღარ აწერდნენ უკვე რაღაც გარკვეული სროლები რო წამოიწყებოდა, ესე თავაღებით ქართულ მხარეს ვეღარ აბრალებდნენ, იმიტომ რომ იქ სოფლის ბირჟაზე უკვე აღარ იჯდა. უმუშევარი ან ცოტა ნასვამი ქართველი, რომელსაც შეიძლება ადვილად აბრალებოდა. რასაც ვერ ვიტყვით მეორე მხარესთან მიმართებაში, სეპარატისტებთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს მონიტორინგის დასკვნა, სადაც დადასტურებული ფაქტია, სურათებით აქვს გადაღებული მონიტორინგის დასკვნა გავაკეთეთ 2008 წლის ივლისის თვეში, რომ სტალინის სამში ფუნქციონირებს ეგრეთ წოდებული თავდაცვის სამინისტრო. იქ უნდა ჩავიხედო ჩვენ დაგამისის და მოსკოვის ხელშეკრულებაში, რომ არ ეკუთვნით მათ თავდაცვის სამინისტრო. ას მესაზღვრეები ეკუთვნოდათ, ას თავდაცვის სამინისტრო არ ეკუთვნოდათ. ამ ყველაფერზე სამშვიდობოები ხუჭავდნენ თვალს. იქვე არის დაგამისის და მოსკოვის ხელშეკრულებაში ნახსენები, რომ პირს რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული 91-12 წლებში საომარ მოქმედებაში სამშვიდობო ოპერაციაში არ უნდა მიიღო მონაწილეობა. იყო როტაციები. ყოველ 6 თვეში ჩვენ მე პირადად მთლიანი ბატალიონი არ მეძლეოდა. მე ყოველ 6 თვეში ვეცვლებოდა ბატალიონის სხვადასხვა ბრიგადებიდან როტაციის სახით. და ბოლოს 3 თვე, იმიტომ რომ ქართული მხარე ღებულობდა მონაწილეობას სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში. ესეთი როტაცია ხდებოდა ყოველ 6 თვეში რუსულ ბატალიონში და ეგრეთ წოდებულ სევერასეტინსკის ბატალიონში როტაცია არ იყო. ეს უტყუარი მიზეზი არის უკვე იმისიდან, ასახავს იმას, რომ სევერასეტინსკის ბატალიონი, ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთის ბატალიონი ყავდათ ადგილობრივი ცხინვალი ლოსებისგან დაკომპლექტებული. და შედეგად ვიღებდით იმას, რომ დილით იყვნენ ქალაქის დამცველები და დილით იყვნენ სამშვიდობოები და რამის საათებში უკვე ქალაქის დამცველებად გვევლინებოდნენ ესენი და ესოდნენ ქართულ საგუშაგოებს. ჩემთვის გაუგებარია, რატო არ შეიძლება აინიშნოს იქ, რომ ზუსტად რუსული მხარი არის ომის დამწყები, როცა აი ამ ფორმირებაში იგივე სამშვიდობოში ხა ბევრი მაღაზიას გადავალ და ვიტყვი. როცა უდევს რუსეთის მოქალაქის პასპორტი გულის ჯიბეში და ესვრის ქართულ სოფელს. ჩვენ რომის საინტერესო იყო, ძალიან საინტერესო იყო 5 წლის თავზე რაღაც მონანიების რაღაც ნიშნებს შეიცავდა, მაგრამ ჩემი ღმა პატივისცემიდან გამომდინარე მე არ ვიცი როგორ იყო მომზადებული წინასწარ კითხვები, მან თავარი კითხვა არ იყო დასმული. ქალბატონო ნინოს მხრიდან ეს თავარი კითხვა არის, სად არის დაღუპული 2000 მშვიდობიანი მოსახლე, სად არის ქართული არმიის დანაშაულის კვალი, სად არის ეს ყველაფერი.
ადამიანი, რომელიც იყო პრეზიდენტი და უმაღლესი თავარსარდალი, დღეს პრემიერ-მინისტრი არის, ალბათ არის სიტყვის პატრონი და უნდა დაადასტუროს. ანუ გველყოს, ან უკან წაიღოს ეს სიტყვები, ხო სწორია? თქვენ გინდათ მიანიშნოთ იმაზე, რომ 2000 იყო ნარკომი. იმ თავიდანვე, კი ბატონო, თქვენ ციცით, რომ ეს იყო ძირითადი მიზეზი საქართველოში ინტერვენციის და ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდის და ქართული მოსახლეობის დახვრეტის ფაქტიურად. 2000 კაცი რეალურად დადასტურებული იყო მათი მსხვერპლი, მაშინ რა გველოდებოდა ჩვენ? მე ვფიქრობ, რომ არც დიმიტრი ანატოლევიჩი და არც ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი არ დაუშვებდნენ, რომ მიწასთვის მიებარებინათ ეს დახოცილები, დაეყარათ და თელესოფლიოსთვის ემცნობათ, რომ აი რა ქნეს ქართულმა პაპუასებმა გადღეში ჩააგდეს ჩარი, რომელიც მარტო დასახმარებლად დადის და ავღანეთში ზუსტად ინტერნაციონალურ ვალს ასრულებდნენ, რატომღაც და აქაც ხელიდან არ გაუშვებდნენ ამ ყველაფერს, რომელიც უტყუარი მიზეზი იქნებოდა იმისი, რომ თბილისში შემოსულიყვნენ, ის რამდენად გაგრძელდებოდა ეს საომარი მოქმედებები. ეს მეორე საკითხი არის და იქნებოდა წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე არ მგონია ვინმეს გაეჩერებინა და რაღაცაზე დაყოვნებულიყო, იმიტომ რომ ფაქტი დღეს მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე ყოველთვის მალავს თავის დანაკარგებს, არის 162 პირი დაღუპული, აქედან რამდენი ეჭირა ავტომატი ჯერ კიდევ ჩვენ არ ვიცით დაზუსტებით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ 12 აგვისტოს მოაწერეს ხელი და უნდა აღდგეს სტატუს-კვო 7 აგვისტოსი და იქვე მიმული არის, რომ უნდა დამკვირვებლები შევიდნენ ცხინვალში, ვერა და ვერ აღირს ეს ამ 5 დამკვირვებელს, თუნდაც რა საფრთხე შეიძლება მოიტანოს 5 დამკვირვებელმა. თუ არა ის, რომ საერთოდ ქართული კვალი არ არის და არის სევეროვასტოკიდან იქ ნასროლები, რუსული კვალი არის ცხინვალში, ალბათ იმასაც ვერ ნახავენ, სად არის ეს 2000 კაცი დაღუპული, იმიტომაც არ უშვებენ. დამკვირვებელში. ერთი შეკითხვა მაქვს, შეცდომებზე ყოველთვის კონფლიქტამდე პერიოდზე საუბრობთ და არა უშუალოდ ამ 5 დღეზე. მე მაინტერესებს რა თქმა უნდა ისაუბრეთ რუსული მხარის შეცდომებზე, ქართული მხარის ტაქტიკური სრულების დროს ამ შეცდომებზე გადაშვებული, თუნდაც დავიწყოთ და სანამ შეტევა განხორციელდებოდა საჯარო განცხადება თქვენ მანამდე გააკეთეთ თუ შემდეგ როგორც განხორციელდა შეტევა? მე ბოდიში მოგიხდით სულ ყველას და ალბათ თქვენც გაგებით მოეკიდებით, ეხლა სანამ ძიების პროცესში არის, ჩემგან არ იქნება სწორი რაღაც ნიშნები გავაკეთო თვითონ სრულობასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ეს შეიძლება ძიებისთვის აზიანო იყოს. რაც შეეხება შეტევას, ჩვენ შეტევითი ოპერაცია არ გვიწარმოებია, იქ იყო პოზიციური ბრძოლები, არის სამხედრო თეორიაში განმარტება, ეს არის თუნდაც იმათთვის რომ გასაგები იყოს რუსების, იმიტომ ვიტყვეს ოპერაცია პრესლედოვანია, მიმდევნებითი ოპერაცია არის. წესრიგის აღიანს მე დღესაც ვიძახი. მე არ უარყოფ ამას. ეს არის ჩვენი ტერიტორია, სადაც რუსეთის ფედერაცია აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დღესაც მარტო არის თელ დაანჩე სამყაროში, რომელიც აი ამ გაურკვეველ წამომას თulis რაღაც სახელმწიფოდ. ჩვენ არ უნდა თulis რაღაცით უკვე ეს არის გარღვევა არის მათი მხრიდან და დავთქვათ. ისინი იძახიან და ორი ნარკობარონი იძახის, ნუ არის ისა დამოუკიდებელი სახელმწიფო. დაანჩენი რა ქრონოლოგია არის მსვლელობა, რომელიცაც უკვე გაჟღერებულია, რომ მიდის ძიება. ძიება რო დასრულდება, ყველაფერს პასუხი გაეცემა. იყო რა თქმა უნდა შეცდომები, კი, იყო შეცდომები და არ შეიძლება ვინც არაფერს არ აკეთებს, ის არ უშვებს ამ შეცდომებს. ის აღდგენა განცხადება და უკვე დაწყებული იყო წესრიგის აღდგენის ოპერაცია. მე როცა გავაკეთე განცხადება, ყავდა უკვე 2 დაღუპული, 18 დაჭრილი. ჩემი ინფორმაციით იმ დროისთვის მე პირადად რა თქმა უნდა არ მქონია ისეთი კონტაქტი რომ ჩვენთან გაეჟღერებინა კულახმეტოს რომ ვერ აკონტროლებს სიტუაცია არ უთქვია მაგრამ ბატონი იაკობაშვილისგან იყო გაჟღერებული და თავის წერიდან ესე ვიცოდი რომ განაცხადეს რომ ვერ ვაკონტროლებთ სიტუაციას თუმცა ეგეც გაუგებარი იყო ჩემთვის იმიტომ რომ იყო 1120 პირადი შემადგენლობა აი ამ რაოდენობის კონცენტრირებული ეს ორი რუსული ბატალიონი რომელსაც 22 BMP ყავდა ეს არის საერთო ჯამში 54 ქვეითი მანქანა რომელსაც მეწუნეთ რომ შეუძლია თუნდაც 1 აგვისტოს მდგომარეობით 2 აგვისტოს მდგომარეობით ხარები დააშოროს ეს არის უკეთებული
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ქონდა ეგრეთ წოდებული ქართული ანკლავი, რუზინსკი ანკლავი, სადაც 8200 ჩვენი მოქალაქე ცხოვრობდა და ჩვენ ადმინისტრაციას არა მარტო რუსეთი სეპარატისტული მთავრობაც აღიარებდა. კონფლიქტის ზონა დაყოფილი იყო პასუხისმგებლობის ზონებად, იყო ქართული ბატალიონის პასუხისმგებლობის ზონა, რუსული ბატალიონის პასუხისმგებლობის ზონა. ყველა დომინირებულ სიმაღლეებზე ქონდა საგუშაგოები. მონიტორინგს არ გვატარებინებდნენ, იყო ბაზა აშენებული შუაგულ ცხინვალში და ხელი არაფრისთვის არ უნდა ეხლოდეთ, იმიტომ რომ იქ ცხინვალის გასასვლელში არის წითელი ეკლესია წმინდა გიორგის რაღაც რეკონსტრუქცია დააპირეს და მაგითი გავაჩერეს ზუსტად რომ მაგ დაგამისის და მოსკოვის ხელშეკრულებით არაფრის ხელისხლება არ შეიძლება და 2500 კაცზე გააკეთეს ბაზა და ჩააბარეს სექტემბრის თვეში და დაარქვეს სარეაბილიტაციო ცენტრი. იქ რა წყალდიდობა მოხდა, მეწყერი ჩამოწვა სადმე, სტიქიური უბედურობა იყო თუ რა ჩამფიქრი იყო. მე მაგ თემაზე უკვე გავაკეთე განცხადებები მე ძებაზე რო იქნება ლოჯისტიკას ისიფრიდან გეკარდა თუნდაც ლოჯისტიკური დეტალები. ალბათ უფრო ძიების დროს გლობალური საკითხებია და უფრო გენშტაბი და გენშტაბის უფროსი გასცემს მაგ შეკითხვებს პასუხს. რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, იყო ჩარევები, კიდე ერთხელ ადასტურებები, იყო თვითშემოგვიდებები, იყო რაღაც ნიშნის მოგებები შეიძლება ეს არ ვიცი. მე ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არ არის დამაგვაყოფილებელი ის მიზეზი, რომ თქვათ თუნდაც მე ეჭვება და არ მინახია მე ასეთი ფლანგის ინტერესში იქ მეხანძრები, რომ მათ ხედავთ იყო ჩამოსული თუ პირველი ობიექტი. რა თქმა უნდა, პირველი სამიზნე მაშინ თბილისი იყო საოკუპაციო ჯარისთვის და აგრესიაზე შემოსული ჯარისთვის. მე ვთვლი, რომ ქალაქის მერი უნდა სამუშაო ადგილას იმყოფებოდეს. რაფორმით იყო ეს ჩაბარებული? ძიების დროს. ყველაფერს გავაკეთებ მე ძიების დროს. მე აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი. დღეს საუბრობთ იმაზე, რა კითხვებსაც მისვავთ. რა კითხვებს თქვენ ატყვილაშვილი ბრძანდებით. უკაცრავად და არ არის ეს პროკურატურა ხა სადაც მე ვიყოფები. მე შემიძლია დავსვი შეკითხვა. კი ბატონო, მე გცემთ პასუხს, რომ მე გავცემ პასუხს პროკურატურაში, როცა დამისვავს პროკურორი მარტო გენერალურ პროკურატურასთან ვისაუბრებ ამ შეკითხვებზე. გასაგებია თქვენ ეს კითხვა. კი ბატონო, მაგას მოუწევ გააკეთეს პროკურატურის შეფასებას, თქვენ ავტომატიურ რეჟიმში მიიღოთ მაგაზე პასუხს. კონფლიქტის თანამდებობა შეუძლებელი იყო. სწავლება სანამ დაიწყებოდა, შეიძლებოდა აბიჯების გადადგმა, მაგრამ სწავლობა როგორც დაიწყო კავკასია 2008 მე უკვე წარმოუდგენლად მიმაჩნია და კონფლიქტის არიდება. უშინ კიდევ ერთხელ გაიმეორა მენოდვედევმა, რომ ცხინვალში არ დაიწყებოდა საომარი მოქმედებები, რომ არა სამშვიდობოების დაწყება პირდაპირ ესეთი სიტყვები თქვა და ქართულ სამშვიდობოებს დააბრალა მათი და ამაზე კონკრეტულად მოდის თქვენ ორგანიზაციის გერბა. კი ბატონო, მე ვზათ ვარ ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავიღო ჩემი ქვეყნის წინაშე, მე არ გაურბივარ. მე შემიძლია ამ კითხვაზე პასუხი გავცე და გავაკეთო აპელირება ამ შემთხვევაში უკვე პროკურატურაზე, მაგრამ არ გავაკეთებ, იმიტომ რომ სხვა შეკითხვები არის უკვე და მაგაზე მე ვიტყვი, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო ინტერესია და მე პირდაპირ ვიძახი, რომ ეს არის მტკნარი სუცრუე, ქართული სამშვიდობოების რუსებისთვის არ უსვიათ, უფრო მეც გეტყვით. არც ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ეგრეთ წოდებული ვეხნი გარდადოკის ტერიტორიაზე არ შესულა. ჩვენ არ გვისვრია. უფრო მეც გეტყვით, დანარჩენ საქართველოში იყო 5 საგუშაგო. სავგინახია თქვენ შეტევითი ოპერაცია, სადაც მოწინააღმდეგე სიტყვები ნულა. შევედით გარკვეული მიზეზების გამო დავტოვეთ ცხინვალი. გამოსის დროს შეიძლება ამ საგუშაგოების განადგურება. თმა არ აქვს, არავის ჩამოვარდნილი. არის NTV სიუჟეტი 10 აგვისტოსი. სიუჟეტს ქვია ბარბაზა გასპოსტვიში ვისოთე. ამოწიეთ ეს სიუჟეტი, იქვე თითო რუსები განმარტავენ, რომ საგუშაგოებზე ქართველი დამკვირვებლები დგანან 10 აგვისტოს ჩათვლით. 10 აგვისტოს მიიღეთ ბრძანება და მე გამოვიყვანე ერთობლივ საგუშაგოებზეც და ეს უკვე წინააღმდეგობაში მოდის ბატონი მედვედევის გუშინდან განცხადებასთან. როგორ მოხდა ისე რომ ჩვენ 7 და 8 ღამეს ქართული სამშვიდობოები რუსებს ხოცავდით და ჩემი დამკვირვებლები, ჩვენი ქართული დამკვირვებლები რუსებთან ერთად ერთობლივ საგუშაგოებზე იყვნენ. აქ არის მთელი უბედურება, რომ ეს იქ უკვე პროპაგანდის ნაწილად უკვე ბევრ მიზეზებს მოვისმენთ, სანამ ჩვენ ძირითადად პასუხს არ მივიღებთ. სად არის 2000 დაღუპული? აი ამ ძიების ისეთი რამე, რასაც იტყვით, ეხლა
ნებისმიერი და რომელიც იქნება გარკვეულწილად საწინააღმდეგო ეს ძირითადად არის იმასთან დაკავშირებული. ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი ახლა, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოს თავისი ინტერესები აქვს დღე და დღე რაღაც ის მიდის მათი მხრიდან რაღაც ფაქტებზე აღიარება, მონანიება, ქართული მხარე და დღეს ახალი ხელისუფლება მოწოდებულია კონფლიქტის დარეგულირებაზე. დღეს ყველაფრის ესე მიშვება და ამ თემაზე ლაპარაკი შეიძლება ქვეყნისთვის იყოს საზიანო. საზიანო თუნდაც იმიტომ იყოს, რომ ჩვენ ვართ მარტო. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი პატრონი არავინ არ არის დედამიწის ზურგზე. იქ რომ სეპარატისტები არიან, მათ უკან რუსეთია და ეს ერთი მხარე არის. ჩვენ არავინ არ აყავს. ჩვენი ერთადერთი მოკავშირე არის ჩვენი სიმართლე. სიმართლე კიდე ცალსახად ვიანიშნებს იმას, რომ მხარე, რომელიც უნდა ყოფილიყო დამშორებელი, იყო დაინტერესებული მხარე კონფლიქტში. საერთოდ მეზობელ ქვეყანას არ ეძლევა ესეთი ფუფუნება, რომ მეზობელ ქვეყანას სამშვიდობო ოპერაცია აწარმოოს, იმიტომ რომ ის არასდროს მიუკერძოებელი არ იქნება, ყოველთვის მიკერძოებული იქნება. არის რაღაცები, რაზეც თავს შევიკავებდი, მაგრამ ძიების დროს მე ყველაფერს ვითანამშრომლობ ძიებასთან და ვიტყვი. დიდი იყო ემოციები. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მე ამას ეხლა რასაც ვიძახი აგრესიაზე შემოსულ ჯარზე. მე დღესაც ვიძახი და ხავს უსვავ, რომ ქართული სახელმწიფოს გადარჩენა იყო რუსი სამშვიდობოების გადარჩენაში ჩადებული. რაც მე პირადად შევძელი მაქსიმალურად გავაკეთე ეს. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმას, ვინც აგრესიაზე შემოვიდა. ჩვენთვისაც როგორც ქართველისთვის მისაღები იქნებოდა, რომ აწი ვინ ჩემო მიიღებს ესეთ შედეგს. ამას ელოდებოდნენ გარკვეული ხელმძღვანელები ზუსტად. ეს იყო ფაქტობრივად უნიკალური ოპერაცია იყო. გროზნო თქვენ გასულს რომ მიწასთან გაასწორეს. მე პირადად არ მინახია ტრიბუნები, მაგრამ მეც მაქვს ეგეთი ინფორმაცია პირადი შემადგენლობისგან, იმიტომ რომ მე მოქმედებდი ცხინვალში და მე გორში ას თავასარდალთან, ას ქალაქის მერთან ინტრიგების სახლათაც არ მეცალა. ამიტომ ზეების დროს გაირკვევა ვის სად ეჩქარებოდა და რატო ეჩქარებოდა, ვის როგორი შეფასებები ქონდა გაკეთებული და რამდენად ქონდა გააზრებული ეს ყველაფერი. ეს რომელიც ნახებია, რომ კაი ფაქტს რომ იმაზე საუბარს ერთის პროგრამას საუბრობთ იმაზე, რომ გადაგრე შემოვიდა რუსული ბიჯარის საქართველოს ტერიტორიაზე და მეორეს აგიხსნით. ქართული მხრიდან იყო მზადყოფნა ცხინვალის ასაღება გამოსწორებული. მე თქვი ჩატარდა სწავლება, ჯარი ამოწეს, მოწინავე რაზმები შემოვიდა. ანალოგიური ბაზა რაც ცხინვალში აშენდა, იყო გუფთის ხიდზე აშენებული, ისეც 2500 კაცი. რომელიც კონკრეტულ ზონაში არ შემოდიოდა და ქართულ მხარეს არ აძლევდა მონიტორინგის საშუალება. იჯდნენ, ისხდნენ და უყურებდნენ ამ ყველაფერს. ეს ჩვენ რაც მოგვივიდა ქართულს 2008 წელს ეს ყველაფერი უნდა მოეწყოთ სეპარატისტებს და კონკრეტულად არ დააყოლა თქვენ გახსოვთ 3 აგვისტოს მისი განცხადება რომ არავის დახმარება არ მჭირდება მე ჩემი ძალებით შევალ გორში ფაქტიურად ხო განაცხადა იარაღის სახსენა და კონდათ მათ აი ამ სპირტობიანობის დროს დააგროვეს გარკვეული თანხები შეიძინეს ბევრი საჩუქრად მიიღეს ჩვენ გვახსოვს კონკრეტის განცხადებას 8 აგვისტოს რომ გაყიდეს რუსება მიატოვეს რატო გაკეთდა ეს განცხადება იმიტომ რომ ტეფაში როცა იტყავდნენ ფეხებს და გარბოდნენ სურათი დადგა ისეთი რომ ქართული ჯარი იდგა უკვე ცხინვალში ქართულ ჯარს თავის ქმედებით არ გაუკეთებია ესეთი საზიანო ნაბიჯები ქვეყნისთვის და ამაში არის ზუსტად ქართული ჯარის სპეცი რომ არ არის მალადიორობის ფაქტი არ არის ყაჩაღობის ფაქტი არ არის გაუპატიურების ფაქტი მე რაღაც გარკვეულ ეტაპზე ისე სამშვიდობოში დამაბრუნეს. ეხლა ხო გეუბნებით ეს უფრო ძიების დროს დაიდება ეს მე ვარ უკას. შეიძლება ბევრი რაღაცები იყო რაღაც ფაქტორები. რა თქმა უნდა არ იყო სწორე. კი ბატონო, კი. რა თქმა უნდა იყო. პირველი ომიდან განსხვავებით ეს იყო საზიანო. თუნდაც ის რომ ფიჭური კავშირი ჰქონდათ
პირად შემადგენლობას ჯარისკაცებს, რომელსაც ურეკავდნენ მშობლები, ეუნებოდნენ აი ამ სადარბაზოდან დაცალ ამ პოლიტიკოსმა. ბინა ჩააწყო, გადის წითელხიდზე, გააჩნია პირად ამას შემადგენლობა იცის, რომ ეს მართლა ამ თანამდებობის პირის მეზობელი არის, თქვა კარის და მისთვის დამაჯერებელი არის, როცა დედა urეკავს. რა თქმა უნდა იყო და ეს სანსაზიანო ეს ამოიტვირთეს მეევა ყველაფერი რუხას. და თქვენ არასაუბრობთ სიგნალსაუბრობთ, მაგრამ მოდით რამდენიმე ფრაზაში შეგიძლიათ ვთქვათ თქვენი აზრი. რა იყო ეს თავარი თუნდაც ხუთი შეცდომა, რაც დაამუშავა ქართულმა მხარემ. ხუთი შეცდომა, 5 წლის სიმბოლურად თქვი. შევა მეტი იყო, შევა ნაკლები, მაგრამ მე გეტყვით, როცა 1 აგვისტოდან იბომბება ტერიტორიები, როცა უდიდეს გაჭირვებაში გაატარეს და ეს არის უგმირესი ხალხი, ვინც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობდა, იმიტომ რომ ფაქტობრივად 17 წელი შემოინარჩუნეს კონფლიქტის ზონაში ეს რთული ვითარება. მე ვთვლი, რომ ქვეყანაში არის საგანგებო სხდომა მოსაწვევი პარლამენტის და საგანგებო მდგომარეობა გამოსაცხადებელი. თქვენ არ ვთვლით ესე? ეს შეცდომა არის. შეცდომა არის ბრიგადის მეთაურების შეცვლა, როცა იბომბება სექტემბრიდან და მიწასთან ასწორებენ ქართულ სოფლებს და ჩვენ 560 კაციანი ქართული ბატალიონი ლომის ხახაში ყავს გათხრილი და დღეს იგივე მესამე ბრიგადის მეთაური შეიცვალა, მეორე ბრიგადის მეთაური. ეს ნაკლოვანებები ყველაფერი ისე გამოაშკარავდება და დაიდება, რომ ამაზე კონკრეტულ პირებს ექნებათ. გასული გასცემე ღმრთ ვარ დაწუნებული იმაში, რომ და ეგრეც არის ცხოვრებაში, რომ ყველა შეცდომას თავის სახელი და გვარი აქვს. მე მესმის თქვენი კითხვა ლეგიტიმური კითხვა არის, მაგრამ ყველა შეცდომას ვერ გაუსვა ხაზს, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ყველა შეცდომაზე ვინც დააშავა, იმან უნდა გაცეს პასუხი. მე პასუხი მაგებინეს. კიდევ ვიძახი, განმარტავ რატო იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იყო მოლოდინი 2000 დაღუპულის სამშვიდობოების გაწყვეტის და გენერალი ყურაშვილის სირბილი სამშობიაროში და შობიარი ქალების დახოცვის. აი მე დღეს სვავ კითხვას და ვიმეორებ, რომ ბანახონ რომელიც შობიარი ქალი დახუჭდა და სად მოხდა ეს ყველაფერი. აი შავი პიარი როგორ მოხდა? დღეს ეს ყველაფერი გაიმატა. და ჩვენ ნახეთ რა არის შეტევა ქალაქის აღება. პირველმა და მეორე ჩეჩნეთის ომმა გვაჩვენა, ხო? იქ 2 სართულიანი შენობა არ დგას. და აქ 8 სართულიანი შენობები დგას. აქ ხედავთ, რომ ჯარი არის შესული და ხედავთ, რომ შუშები არ არის ჩამწრეული ცხინვალში, ხო სწორია? ჩვენ ხედავთ მოსახლეობას ადგილობრივს, ვინც ცხინვალში იყო და სარდაფებიდან იძახოდნენ, რომ ქართული ჯარი მიდის და მერე იწყება დაბომბვა. ეს რაღაც ეწინააღმდეგება ალბათ, ხო? როგორ მოხდა, რომ ჩვენ ჯარი ცხინვალში ყავდა და ჩვენ ჯარს ბომბავდით, იქ თუ როგორ იყო ეს? შუშები არ არის ჩამწრეული, ხალხო არ არის. რატო უშევენ დამკვირვებლებს? იმიტომ რომ კედლებზე ჩას ტრაექტორია საიდან არის ნასროლი. დღეს არიან ამ პროცესში დაკავებულები, რომ წაშალონ თავისი კვალი და დატოვონ რუსული კვალი. მე ადგილზე ვიყავი. ვიარემე ცხინვალში. მე ვარ ერთადერთი ცოცხალი გენერალი, ვინც იარა ფეხით ცხინვალში. მე ვიცი სად უნდა მივიდე და სად უნდა დავანახო ეს კვალი. როგორ იყო, რომ აქედან გამოსრული დანარჩენი საქართველოს შემოუხვია და ისე ჩაერჩოს და თუ როგორ ხდება. მე პირველ დღეს გავაჟღერე, როცა იყო ეს საპარლამენტო კომისია ბატონი დავით აიასი. თქვი რომ დაბომბეს თვითონ. სასწრაფოდ არ იყო. რატო? იმიტომ რომ არ იყვნენ იქ. და მართავდნენ და დისტანციონით არ იმართება ეგეთი პროცესები. ან უნდა იყო იქ და გააქვს მე ლეგიტიმური უფლება რომ იმჟილო ამ თემაზე. ჩვენია ჩვენებს საქმე უყვართ. სულისხელით უნდა უყვართ ამ ყველაფრის კეთება. ჩვენი საზოგადოების უბედურობა ეგ არის. ბატონო, თქვენ სახელმწიფო დაგვარებზე ისაუბრებთ და არაკომაც არავინ არ ახსენებს გენშტაბის მაშინდელ უფროს გოგავას და მას სერატების პასუხისმგებლობა და ასევე თავის სარდაფზე, რომელმაც მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს მოდელი დღეებში ჩვენ რო შევედით ცხინვალში აბიჯენზე რომ ასეთი სოფელი ეს რამდენად სწორი პოლიტიკურად და რამდენად სწორი სამხედრო კონსოლიდაცია. ეს იყო ნაჩქარებები განცხადებები, არ შეიძლებოდა პოლიტიკური შეფასებას და მე დღეს თავს ვერ ვიცი უფლებას, რომ დღესაც უმაღლესი თავარსარდალი არის ბატონი მიხეილ სააკაშვილი და სამხედროა. მე პოლიტიკურ შეფასებებს ვერ გავაკეთებ სამწუხაროდ. რაც შეეხება გენშტაბის უფროს დღესაც გუშინაც მომავალშიც აქ დედამიწაზეც და უცხო პლანეტაზეც ომის წაგებაზე და მოგებაზე არის პასუხისმგებელი გენშტაბის უფროსი.
გენშტაბის უფროსი არის თავარი ამოძრაებელი ძალა. რა პირობებში მოუწია, რატო ვერ ითქვა, მე ალაგაითად ვიტყოდი ომამდე რომ რაღაც გარკვეულ ეტაპზე არა ვარ ჩვენ რაღაცის ვიზათ, რატო ვერ მოხდა ეს და რამ განაპირობა მაგას თვითონ გითხოვის. საერთოდ კაი ფორმა იყო ამ 9 წლიანი მართვის დროს მეხუთბეები კაი ფორმა მეხუთბე უნდა ყოფილიყავი რაღაცებში. თუ შენ რაღაც განსხვავებული აზრი ქონდა, შენ კეთრომას გაქრდიან უცბად. და გამხადეს კიდევაც და გამრიყეს. პრეზიდენტის პერიოდში რატო უნდა შედიოდეს ომის გამოძიება? თუმცა საკუთარი ზიანდა ის პრეზიდენტში რომ დაგარო ხელახლა უნდა იქნეს გამოძიება. ძალიან საწყენი არ ვიცი, ჩვენ ახლა დასამალი არ გვაქვს. მე იმედი მაქვს ამ ძეებას მე იმიტომ უჭერ ზუსტად ხას, რომ ალბათ ძეება მე გვიყვანს იქ და გვანახებს. მე ხო ყველაფრის სოდნი არა ვარ. მე შემიძლია დაგიდასტუროთ 8 რიცხვი, 9 რიცხვი, 10 რიცხვს მე ვიყავი ცხინვალში. ავედი ამბე სტალინის ქუჩის ნახევრამდე ჩამოვედი. მე დაღუპულები არ მინახია. რაც არ მინახე იმაზე ვერ ვიტყვი რომ მე ნახე. შეიძლება ვიღაცისთვის კაიტონი იყოს რომ რაღაც რუსეთს მოეფეროს, მაგრამ მე სიმართლეს ვიტყვი, ეს გაასარჟეს, თავს მოგვახვიეს, რომ წააწყდნენ უცბად თვითონ სიმართლეს, რომ არ არის ეს დახუცილები, ნუ ჩამოვიდა პუტინი რადიკალკაში ჩინეთიდან და რეალური სურათი მოითხოვა. არ იყო. ბატალიონის ადგილზე ხო არის დგა ვერხნი გარადოქში არა 560 კაცის იყო საგუშაგოებზე განაწილებული ბატალიონი რომელსაც გვერდი აუარა ქართულმა ჯარმა არის სიუჟეტები სადაც ვერიკიში მიდის ჯარი ტანკები და მარჯვენა მხარეს დგანა თუმცა ჩამოვარდა ვინმეს რა ჩამოვარდნი ვინ გააკეთა ყველაფერი წუნარის ტბაზე ეყენათ ორი საგუშაგო თვაში ეყენათ საგუშაგო დიდმუხა მუგუთი ხეთაგუროვა ტბეთი 4 ბრიგადა მოდის ხო ზემონიხოში და დანარჩენ საგუშაგოებზე. ეგ არის სტატუს კოს აღდგენა. დანარჩენ სიტყვის თამაშია და ზუსტად ის მიზეზია, რატომაც დაესმენ საქართველოს თავს. თანხები გამოყოფილია, ამხელა ბაზა არის აშენებული იქ. ციტრუსები ხო არ მოყავდა, სათური ხო არ იყო იქ. არის დოკუმენტური ფილმი, რუსულის გაკვეთილები და იქ ჩანს ეგ კადრები. ციხეში და მათ შემდგომ საპროცესო შეჯიბრებაში დატოვეს საპატიმროების გამართლებული. და ძალიან ბევრი კიდე სამხედროებიდან დაითხოვეს საერთოდ, თუმცა აღარ ასახავენ შეერაგებულ ძალებში. დანაშაულის ტოლფასია ეს ყველაფერი. მე რო ვიზახი რომ და რუსულმა მხარემ გაჩვენოს 2000 დაღუპული სად არის. ეს ეხება ამ სემდო გმირებს. ვის დაიკიდა გორგას. ბატონო, თვითონ პრეზიდენტის პერიოდში რატო უნდა შედიოდეს ომის გამოძიება? თუმცა საკუთარი ზიანდა ის პრეზიდენტში რომ დაგარო ხელახლა უნდა იქნეს გამოძიება. ძალიან საწყენი არ ვიცი, ჩვენ ახლა დასამალი არ ვარ. მე იმედი მაქვს ამ ძეებას მე იმიტომ რომ ალბათ ძეება მეგობრებს იქ რომ ვანახებს ეს ხო ყველაფრის სოდნი არა ვარ. მე შემიძლია დაგიდასტუროთ 8 რიცხვი, 9 რიცხვი, 10 რიცხვს მე ვიყავი ცხინვალში. ავედი სტალინის ქუჩის ნახევრამდე ჩამოვედი. მე დაღუპულები არ მინახე. რაც არ მინახე იმაზე ვერ ვიყავი. ეს შეიძლება იყოს კაი ფორმა იყოს რომ რაღაც რუსეთს მოეფეროს. მე სიმართლეს ვიტყვი. დაასარჟეს, თავს მოგვახვიეს. მე წააწყდნენ უცბად თვითონ სიმართლეს, რომ არ არის ეს დახუცილება, რომ ჩამოვიდა. პუტინი რადიკალკაში ჩინეთიდან და რეალური სურათი მოითხოვა. არის ბატალიონის ადგილზე ყოლით გავიქი გარადოქში და 60 კაცის და საგუშაგოებზე განაწილებული ბატალიონი. რომელსაც გვერდი აუარა ქართულმა არის სიუჟეტები, სადაც ვერიკიში მიდის ჯარი ტანკები და მარჯვენა მხარეს დგანა. მათ ჩამოვარდა კონტროლი. წუნარის ტბაზე ეყენათ ორი საგუშაგო. ლანში ეყენათ საგუშაგო. დიდმუხა მუგუთი ხეთაგუროვა ტბეთი 4 ბრიგადა მოდის ხო? გახსოვთ? აჟიუტაჟი ასმის ევროპის შიში ოერაი და ეს გასარჟებული და ციფრი დაჟღერებული 2000 შუბერტოს ელუსი არის 30 კაცო შეგვიძლია და მე ვუყავ და ამუშავე ვიზეს ხარა ხომ შევასრულებ ჩვენი პირობებს. Ședea cu tot, cum avem gândit la altfel, ședea cu tot, cum avem
ეთნიკის ცხოვრება საქართველოს ტერიტორიაზე. სიტყვის თამაშია. ეს საქართველოს გამოიყენება, იმათი მოთხოვნა. როგორ გიხარ, იმათი მოთხოვნა, თორმეტ ჩიკა 7 აგვისტოს მომავალ უნდა. და 560 კაცი მეტი უნდა იყოს, და 3000 კაცი. 560 კაცი უნდა იყოს სრული ბატალიონი წარმოდგენილი და სერვიასის ეს უბრალოდ კაცის ასოციაცია. და ქართული ბატალიონი უნდა დაუბრუნდეს ეს უკაცესა. ზემოვითოში. და დაჩეს აუშავებს. ეს არის სტატუსკოს აღდგენა. დაჩეს სიტყვის თამაშია და ზუსტად ის მიზეზია, რატომაც დაესწრო. საქართველოს სტატუსი. და მაგები გამოყოფილია ხელობაზე არის. უსად გამოყავდა სათურქო არის. არის დოკუმენტური ისურის გამოყენები და ჩასება. ეკონომიკური გენერალური რესურსები და მოახერხა ადამიანებს ტრანსფერ ყოფილიყო. აგვისტოს მონიშნება ძალიან ბევრი რეესტრიქცია აღმოჩნდა ციხეში და მათ შორის საქართველოს დატოვების საკანონმდებლო გამართლება. და ძალიან ბევრი კიდე სამხედროები დაიწყო საერთოდ და წაღალისდა შეერჩი ძალებში. დანაშაული პროფესიის ყველაფერი, ვერ უიზრდება რომ სულ მომხდარებად ეს ეხება კაი სენზორ მიღებს. ის დაიწყდა პროფესიონალი და ეს ადამიანი შერჩენია ისება და მოიყვანა ვანაჭა. საჩაინის ეს და მაგას ის არის დაიწყო ტექნიკა კვალიტეტა კაცალმა აგრია სანი ეს დაიწყო პირველი ხალხის პროგრესის მომენტი იქნება თავად დაგეგმვა და გაფუძნდება ოპერაცია დაიწყო რა დაგეგმვა და რა განახორციელებს შეიძლება ითქვას მე ვარ პაპიარი გამოსასწრული რომ ერთი კუთხე შედეგი დადგებოდა მაგრამ გასული პოლიტიკური გემოსვლა და დაუჭირა პოლიტიკა Oh,